სალამე გობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვპასუხობ თქვენს კითხვებს მზისგან დამცავებთან დაკავშირებით. შეგეკითხეთ Instagram-ის სტორისზე, რა კითხვები გქონდათ, რადგან მომწერეთ, რადგან ზაფხული მოდისო. იქნებ კიდევ ერთხელ გვესაუბრა მზისგან დამცავების შესახებ და ჩავთვალე, რომ ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა მეპასუხა კითხვებისთვის, რომლებიც თქვენ გაქვთ, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ დღევანდელი ვიდეო. პირველი შეკითხვა. სახლში ყოფნისას აუცილებელია დილით წასმული SPF-ის განახლება. თქვენ სახლზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი ფანჯრები გაქვთ, რამდენად გხვდებათ სახეზე მზე, რამდენად გადიხართ აივანზე, რამდენად ჩადიხართ ეზოში, ფარდები ჩამოფარებულია, ჟალუზი ჩამოფარებულია, მზე რამდენად უდგება თქვენს ფანჯრებს მთელი დღის განმავლობაში. არც ზოგი სარდაფის სიმაღლეზე ცხოვრობს, ზოგი მეხუთე სართულზე ცხოვრობს, ზოგი 21-ე სართულზე ცხოვრობს და დილის 7-დან ხამის საათამდე მზე ადგას სახლს. ასე ერთიანი პასუხი მაქვს თემაზე არ მაქვს. ინდივიდუალურად იქიდან გამომდინარე, რამდენად ხვდება თქვენს კანს მზის სხივი, მზის შუქი, მაგაზია დამოკიდებული. ზაფხულშიც რეტინოლის შემდეგ მზის დამცავი საკმარის იქნება 2 თითი. მე ერთ თითს ყოველთვის ვამატებ ხოლმე, რეტინოლი აღარ აფშვაში არ არის. რეტინოლი გინდა არა, მაგით მზისგან დამცავის რაოდენობა არ იცვლება. 2 თითი ზუსტი რაოდენობა არ არის. ეს ლაბორატორიაში შემოწმებული რაოდენობა არ არის. ეს არის ასე ვთქვათ ინტერნეტის და ინფლუენსერების და ასე ვთქვათ სოციალურ მედიაში და ბრენდების მიერ მე ატაცებული რა თქმა უნდა ეს თემა, რომ აი როგორ ვაჩვენოთ დაახლოებით რა რაოდენობის არის მზისგან დამცავი, რომელიც სახეზე უნდა გამოვყოთ, მაგრამ ყველას ერთი ზომის სახე არ აქვს, ისე როგორც ყველას ერთი ზომის თითი არ აქვს. შესაბამისად, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ აი ზუსტად რაოდენობის SPF-ს იცნებ ამ 2 თითით, რაც აუცილებელია. მე მართალი გითხრათ, ვამატებ მესამე თითს ვამატებ ხოლმე ზაფხულში, რომ უფრო მეტ ადგილზეც მიწევს გადასმა. ეხა კისერი, ყელი, ყური, ყურს უკან კანი, ამას ზამთარში ეს არ მჭირდება ქუდი, შალი მითხესაც მზისგან დამცავებს და ზაფხულზე რო გელაპარაკებით და ძალიან სქელი პულოვერით რო ვზივარ. მე რო ვიდეოს ვწერ არის. ძალიან სიცივე ჩვენთან ამიტომ არ დამცინოთ. ეხა აქ აი ესე რო დავდივარ ხო? ყელი, კისერი, ყურთან არ დამჭირდება SPF, ხო? აი ზუსტად სახე სადაც ჩანს და ამისთვის 2 თითი სავსე საკმარისია. ზაფხულში რა თქმა უნდა უფრო მეტი გჭირდებათ, ამიტომ რეტინოლი არა. რეტინოლი კი არა, კანი რამდენად გვიჩანს. რა გვაცვია. აქედან გამომდინარე იმატებს შეიძლება რომ დავამატოთ მზისგან დამცავი. მაინც რეტინოლთან არა აქვს ამას. რეტინოლს თუ ვიყენებ ზაფხულში Beauty of Joseon-ის დამცავი რამდენ ხანში გადვა. ახლა ბრენდზე არ არის დამოკიდებული. 2-3 საათი, 2-3 საათში ერთხელ მზისგან დამცავის განახლება არის სტანდარტი. ეს ბრენდზე და ბრენდის მზისგან დამცავზე არ არის დამოკიდებული. არის ის თემა, რომ თუ არ იოფლები, თუ ფიზიკურად აქტიური არ ხარ, თუ არ ხარ ადამიანი, რო ხშირად სახეს ეხება, ანუ თავარი თემა 2 საათში თქვენ სახეზე დილით რო მზისგან დამცავი გადაისვით 2-3 საათში მოქმედებას კი არ კარგავს. მაშინ ძალიან არასტაბილური პროდუქტის შესახებ გვექნებოდა საუბარი. არა. თემა არის ის, რომ იშლება ფენა სახეზე. აი ტონალური რო გისვიათ, ხო გინახავთ რამდენიმე საათის შემდეგ როგორ იყრის თქვათ წვრილ ხაზებში პიგმენტი ერთად თავს, სათვალე თუ გიკეთია ცხვირზე როგორ გძვრება, რამე თუ შეჭამე პირის გარშემო როგორ გძვრება პიგმენტი, ხელი, ყელიან რამე, ანუ როგორ გადადის პიგმენტი. მაგალითად ტონალურზე ამას ზუსტად ვხედავთ, იმიტომ რომ ფერი აქვს და ვხედავთ როგორ გადადის. ისევე გადადის პროდუქტები, რომლებსაც ფერი არ აქვს და ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ, რომ გადავიდა. კანთან ხშირი შეხებითაც, ვიღაცა შეეხუტები, ვიღაცა გადაკოცნე, რაღაცა ჭამე, სათვალეს ატარებ და ასე შემდეგ. აი ეგ ერთიანი ფენა რომ ისევ აღვადგინოთ სახეზე. მაგისთვის არის საჭირო მზისგან დამცავის განახლება და არა იმისთვის, რომ მზისგან დამცავი 2 საათში ეფექტურობას კარგავს. ერთიანი ფენა თუ დაირღვა პროდუქტის სახეზე. აღწევს მაინც ესე იგი უფრო ძლიერად ულტრაისფერის სხივები განში, რამე უნდა გიხათ ზუსტად თვალის გარშემო, ცხვირის გარშემო ნიკაბზე კანის დალაქავების საშიშროება ყველგან შეიძლება იყოს, ხო? ამას ვცდილობთ 2-3 საათში თუ 4 საათში იქნება როგორც იქნება, ხა თქვენ უკეთესად იცით როგორი ტიპი ხართ, ხა მუდმივად თუ სახეზე ხელებს იკარებთ და ძალიან სოციალური ტიპი ხართ და არ ვიცი რაღაცა ზეთიანი შაურმა წავარავთ ჯობია ცხვირის პირსტუჩის გარშემო, მაშინვე განიახლოთ SPF, ხო? ანუ ხო ხვდებით რა სულ ეს რაღაცა ბრენდიდან ბრენდზე არ არის დამოკიდებული, ეს თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ როგორ უფრთხილდებით დილით წასმულ მზისგან დამცავს. რეტინოლის გამოყენების დროს გარუჯვა რამდენად უსაფრთხოა დამცავთან ერთად? რა გარუჯვა? რა შეშე გარუჯვასთან რეტინოლი. გარუჯვა უსაფრთხო არასდროს არ არის. გარუჯვა უსაფრთხო არასდროს არ არის. არასდროს. არც მზისგან დამცავით, არც რეტინოლის გამოყენებისას, არც რეტინოლის არ გამოყენებისას. მზისგან მიღებული რუჯი ნიშნავს კანის DNM-ის, კანის უჯრედების DNM-ის დაზიანებას. როცა კანი გადადის თავდაცვის რეჟიმში, გამოყოფს ზედმეტი რაოდენობის მელანინს, რომ თავი დაიცვას, რადგან სტრესულ მდგომარეობაში ვაყენებთ ჩვენი კანის უჯრედებს, როცა მზეს ვეფიცხებით. UVB სხივები მოქმედებენ კანის ზედაპირზე, უფრო მოკლე სხივები არიან უმეტეს შემთხვევაში, იწვევენ კანის დამწვრობას, სიცითლეს, გაღიზიანებას. UVA სხივები არიან უფრო გრძელი სხივები, რომლებიც უფრო ღრმად აღწევენ სახეს კანში. კანქვეშ შლიან
პროტეინს, კოლაგენს, რის გამოც კანი კარგავს ელასტიურობას, მოშვებული ხდება, ნაოჭდება, ლაქავდება, პიგმენტაცია, მელაზმა. ეს ყველაფერი მოდის UVA სხივებისგან, რომლებიც საკმაოდ ღრმად აღწევენ სახის კანში. თუ რუჯს იღებთ, ზუსტად ამას უკეთებთ თქვენს კანის. მზისგან დამცავი რაღაცა პერიოდი გიხანგრძლივებთ იმ ეტაპს, რომ გიცავთ, მაგრამ 100%-იანი დაცვა არ არსებობს. თქვენი SPF 50 სასწაულებს ვერ ახდენს. მარტო მაგის იმედზე ვიქნებით. სამწუხაროდ მეცნიერება ჯერ ასე წინ არ არის, რომ აღარასდროს აღარ დავბერდებით. 100%-ით რომ შეგვეძლოს UV გამოცხევების დაბლოკვა, ვიქნებოდით ახლა 90 წლის ასაკშიც, 20 წლის გოგოს კანიც ავარავდოთ. 100%-იანი დაცვა არ არსებობს. ანუ მეცნიერები, ადამიანები, ბრენდები, რომლებიც ამ მზისგან დამცავებს უშვებენ და SPF 50-ს აწერენ Z და 2-3 საათს თუ 4 საათს როგორც არის, თან იმასაც ფიქრობენ, რომ მომხმარებელი იმდენად ჭკვიანი არის, იმდენს თვითონ მიხვდება, რომ ძალით არ დადგეს და მზეს არ მიეფიცხოს, რომ აბა რაც უფრო მეტი UV სხივი მომხვდება კანზე. ხო, ისინი სავარაუდოდ სამწუხაროდ წესთან უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ მომხმარებლები ჭკვიანი არიან საიმისოთ, რომ რაღაც ეგეთი არ ქნან, მაგრამ ამიტომ რეტინოლთან მაგას არაფერი საერთო არ აქვს. რუჯი უსაფრთხო არასდროს არ არის. სიტყვა უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. ესაა მარკეტინგი, ესაა რეკლამა. არაჩვეულებრივი ვიდეო მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩავწერე, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ამიტომ დაგილინკავთ აუცილებლად ვიდეოს ბოლოს პლეილისტ დაგიტოვებთ, სადაც მსგავს თემების შესახებ საუბრობთ. მზისგან დამცავების ზოგადად მთელი პლეილისტი მაქვს და გირჩევთ ნამდვილად რომ უყუროთ იმ ვიდეოს. სიტყვა, წინადადება, აზრი, იდეა, უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. არ არსებობს. არ დაიწვევი. მაგას შეძლებს შენ მზისგან დამცავი. არ დაიწვევი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ კანის დნმ არ დაზიანდა. თუ კანზე ფერი გეცვლება, ესე იგი კანის დნმ დაზიანდა. ეგაა მაგის მანიშნებელი. ეს არის მიშველეთ ძახილი კანის უკანასკნელი კივილი, როი მიშველეთ კანის ფერის ცვლილება არის ეგ. ამიტომ რეტინოლთან მაგას არაფერს საერთოდ არ აქვს. საუკეთესო SPF-ი ზაფხულში. SPF რომელსაც იყენებ, რომლის გამოყენებაც არ გეზარება. რაც არ უნდა მაგარი SPF იყოს, რაც არ უნდა მაგარი ბრენდი იყოს, რო აღმერთებდეს ყველა. თუ შენ დილით ამ SPF-ის წასმა დაგეზარება, ჩვევაში არ გექნება ჩამოყალიბებული დილით პირს რო იბან. ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინის ამბავი უნდა იყოს მზისგან დამცავის გამოყენება და გიხარია იმ მზისგან დამცავის წასმა. აი გასაუკეთესო მზისგან დამცავი. ტექნიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მინიმუმ SPF 50, მაგას გირჩევთ ნამდვილად. თუ ევროპული მზისგან დამცავების შესახებ საუბრობთ, UVA, UVB შემოხაზული, UVA რო ეწერო შემოხაზული, ეს ნიშნავს, რომ ფართო სპექტრის დაცვის შესახებ საუბრობთ, აი ეს UVA სხივები რო ვახსენე, რომელიც კოლაგენს და პროტეინებს შლის კანქვეშ. მაგისგანაც რო გვიცავდეს, თუ კორეული მზისგან დამცავების შესახებ საუბრობთ, PA4+, რომელსაც აწერია. მზისგან დამცავი, რომელიც არ აიქერცლება კანზე, რომლის გამოყენებაც მოგეწონებათ, გაგიხარდებათ, მაკიაჟი იქნება, არ იქნება მაკიაჟი, განახლება თუ დაგჭირდათ დღეს განმავლობაში, განახლება არ დაგეზარებათ, არ გაიწებება თვალებში, წვის შეგრძნებას არ გამოიწვევს, ანუ არ ჩამოიღვენთება და ასე. ეგ ყველასთვის სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს, ეგ ყველასთვის სხვადასხვა SPF-ს ნიშნავს, ეგ ყველასთვის სხვადასხვა ბრენდს ნიშნავს. ჩემთვის ჩემი კორეული მზისგან დამცავები არის ეგეთი. Beauty of Joseon, Xiswise, Haru, Skin 104, La Roche-Posay's ხაზი მიყვარს ძალიან, Garnier-ს ბიუჯეტურებიდან ძალიან კარგი მზისგან დამცავები აქვს, ძალიან ეფექტურები სხვათა შორის. ანუ მე ვიტყოდი, რომ ეს ფართო სპექტრის დაცვა, SPF 50 და ისეთი რომლის გამოყენებაც გაგიხარდებათ. როდესაც დამატენიანებელი და BB SPF-ით არის მაინც გვინდა ცალკე მზისგან დამცავი, აი ხა ვისაუბრეთ ზუსტად. 2 თითი არის თუ არა საკმარისი თუ ჯობია 3 თითი წავისვათო. 3 თით BB კრემს წაისმევთ სახეზე. თელს ხელზე უნდა გადაისვათ, ანუ არ გჭირდებათ. ვერ დაიტევთ უბრალოდ მაგდენ ფერად კრემს სახეზე. აიზილება, არ გამოვა უბრალოდ. შესაბამისად დაცვაც შემცირდება. ესაა პრობლემა. BB კრემი კი არ არის პრობლემა, CC კრემი კი არ არის პრობლემა. ფერი რო აქვს ის კი არ არის პრობლემა. რაოდენობა არის პრობლემა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ SPF-ი შეფერილი ან BB კრემი, რომელსაც SPF 50 აწერია, SPF 50 დაცვას ვერ გაძლევს. რა თქმა უნდა გაძლევს, ეს პროდუქტები დაიტესტა და ისე მოხვდნენ ბაზარზე. ანუ რაც აწერია Z წესით სწორია. უბრალოდ ვერ წაისმევთ მაგ რაოდენობის შეფერილ კრემს. თუ წაისმევთ, კი ბატონო. ყველა მართლა ყოველ 2 საათში უნდა განვიახლოთ. დაახლოებით ვისაუბრეთ მაგ თემის შესახებ. ანუ SPF-დან SPF-ს, ანუ ბრენდიდან ბრენდზე სხვაობა არაა მაგაში. შეფუთვას თუ დახედავთ მზისგან დამცავს, მაგ გაფრთხილებას ყველა იძლევა. რომ 2-3 საათში ერთხელ მზისგან დამცავი უნდა განიახლოთ. რატომ თქვით, ხო? ანუ ის კი არა, რომ 3 საათში SPF-ი აღარ მოქმედებს. ეს ერთიანი ფენა რაც გვადევს სახეზე, სამწუხაროდ გვწვევა. ნუ არ ვიცი ხა თუ ისეთი ტიპი ხართ ადამიანები არიან, მიმიკა არ ეძვრით ხოლმე სახეზე, ნახუჭები არ გაუჩნდეთ რა ხელის მიკარება სახეზე და რა ფიზიკური აქტიურობა და რა გარეთ გასვლა და რაღაცა. მაგიდას არ ხერხარ ხოლმე. ოფისში თელ დღე. მაგრამ მას ადამიანებს ალბათ არ დასჭირდება თუ ერთხელ მზისგან დამცავის განახლება, მაგრამ ნუ თქვენ თავს თქვენ უკეთესად იცნობთ ახლა როგორი ტიპი ხართ და როგორ უფრთხილდებით პროდუქტებს სახეზე. აი ყველაზე ძიმე
ბლაშიც კი, რომელსაც tint-ის ეფექტი აქვს, დღის ბოლოს ის კი გადამძვრალი გვაქვს ხოლმე სახეზე და მზისგან დამცავი. L'Oreal-ის Mexoril SX ფილტრი ექსკლუზიური აღარა Skin 104-ში შემხვდა. სავარაუდოდ აღარ, რაც გასაკვირი თემა არა, ეგ ხშირად ხდება ხოლმე, როცა ბრენდს რაღაცა პერიოდის განმავლობაში რაღაცა ლიცენზია აქვს რაღაც ინგრედიენტზე და შემდეგ რაღაცა ახალი გამოაქვს, ახლა მაგას მე 4000 ხო? მე მგონი, ანუ კიდევ ერთი ახალი. ანუ ის ძველები მე ნელ-ნელა აღარ ანახლებენ ხოლმე ლიცენზიას. გამოიყენონ ახლა სხვებაც. ესეთი აქონეს. ან შეიძლება რომ გაყიდონ. ლიცენზიის გაყიდვაც ხდება. ანუ თვითონ რო უკვე ბრენდებთან რომლებსაც მაგალითად არ ფიქრობენ რომ მათი პირდაპირ კონკურენტები არიან ახლა არ ვიცი L'Oreal-ი სავარაუდოდ ფიქრობს რომ ესი ბრენდები ზედათ ევროპული ბრენდები Garnier-ი მაგალითად La Roche და ასე შემდეგ უფრო საფრთხე ბრენდებია drugstore ბრენდები რაც უფრო ევროპული ბაზრის ბრენდები ან ამერიკული ბაზრის ბრენდები ამიტომ ხდება კორეული ესეთი ბრენდი რომელიც სავარაუდოდ ეს ევროპაში რომელიმე მაღაზიაში ნაკლებად იყიდება არ ჩათვალოს პირდაპირ კონკურენტად და თუ შეუვათ კითხვა რომ ლიცენზიის ყიდვა შეუძლიათ თუ არა მიყიდონ ანუ თუნდაც ძველ ფილტრზე ფული გააკეთონ სანამ ლიცენზია გამთავრდება ან მესამე ვარიანტი არის რომ სხვადასხვა ფორმის ლიცენზიები არსებობს ქვეყნების კონტინენტების ტერიტორიების მიხედვით ანუ შეიძლება რაღაცა ინგრედიენტის ან თუნდაც ბრენდის სახელის რაღაცის ლიცენზია გქონდეს მაგალითად ევროკავშირში მაგრამ არა ამერიკაში ანუ ამერიკულმა ბრენდმა შეეძლოს გამოყენება ანუ კორეულმა ბრენდმა შეეძლოს გამოყენება ანუ ბიზნესის ამბავია სად და როგორ უღირთ რომ ლიცენზიაში წლიურად ფული იხადონ მისაღებია დამცავი რომელსაც სახეს სხეული აქვს მითითებული სახეზე ყოველდღიურად თქვენ სკანზეა დამოკიდებული რამდენად უპრობლემო კანი გაქვთ თუ ფორების პრობლემა გაქვთ შავი წერტილები კომედონები ასეთ შემთხვევაში გავფრთხილდებოდი მაინც ну გაჩნდა თანდათან მართალი რო გითხრათ დღესდღეობით ეგეთი პროდუქტებიც იმდენად კარგია რომ ასე ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩავყრი მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბრენდები მაინც ცდილობენ რომ გაყონ სახესეული იმიტომ რომ ორ პროდუქტს იყიდი და ორჯერ მეც გადაიხდი რატომაც არა ეხლა უნდა მოკიდონ 1-200 მილilitrიანი შეფუთვა 50 ლარად როცა ერთს მოკიდიან 300 მილilitrიანს მეორეს 50 მილilitrიანს და 100 ლარს გადაგახდებინებენ ხო ბიზნესის ამბავია თვითონ რა თქმა უნდა ურჩევნიათ რომ გაყონ ეს პროდუქტები სახესეული როცა შეიძლება ერთი და იგივე ფორმულაციის და ერთი და იგივე ფილტრების და ერთი და იგივე კრემიეს ხას შეგდით უბრალოდ პატარა შეფუთვაში განმოტანილი მაგრამ ნუ ეს მას ანიშნავს რომ ყველა შემთხვევაში ასია ხა დააკვირდები და ხედავთ მაგალითად სხეულისთვის შეიძლება უფრო ემოლიანტი ინგრედიენტები იყოს შეგნით სხეულისთვის შეიძლება რომ ალკოჰოლი გამოიყენონ იმიტომ რომ ეხლა უფრო მეტი ფართობის შესახებ საუბრობთ, ან უფრო სწრაფად უნდა გაშრეს და ნუ ალკოჰოლი ეხმარება მას, რომ სწრაფად გაშრეს, რომ თქვა ტანსაცმელის ჩაცმა შეძლონ რაღაცა და არ მიგეწებოს ხელზე რაღაცეები, რაც მაგალითად სახეზე შეიძლება ხარ მოგინდეს ეგეთი ინგრედიენტის ქონა, სხეულის პროდუქტებში ხშირად უფრო მძაფრ პარფიუმს იყენებენ ხოლმე, შეიძლება სახეზე არ მოგინდეს მაგისი გამოყენება. ანუ წაიგიხეთ ინგრედიენტების სია. თქვენი აი რომ მოგწონთ და გიყვართ ისეთი სახის SPF-ისგან, რამდენად განსხვავდება სხეულის მზისგან დამცავის ინგრედიენტების სია. რამდენად შეიძლება რომ თქვათ უპრობლემოდ გამოიყენოთ განს. გამარჯობა თუთის ოქსიდი და ტიტანიუმის დიოქსიდი რამდენად უსაფრთხო კანისთვის. ესენი არიან მინერალური მზისგან დამცავი ფილტრები. მე არ მომისმენია რომ კანისთვის რომელიმე მათგანი არ იყოს უსაფრთხო. არ შემხედე არ წამიკითხე რაღაც მსგავსი ცოტა მაკვირვებს ახლა ეს კითხვა. როგორც წესი ქიმიურ ფილტრებს ეტაკებიან ხოლმე. როგორც წესი ქიმიური ფილტრები არის ესეთი რომ ყლავს. ზოგადად ფარმაცევტულ კომპანიებს ჩვენ სიკვდილი უნდათ. მაგრამ რას ვერ ვიგებ იცი რომ თუ დავიხოცეთ მე როგორ გააკეთებენ ფულს. მაგრამ ესე შორს არ ვფიქრობთ მოკეთ ეგალი ანუ მინერალური მზისგან დამცავი ფილტრები არიან რომლებიც სამწუხაროდ თეთრ კვალს ტოვებენ განზე დიდ სხვა შემთხვევაში აქედან გამომდინარე ბევრისთვის საყვარელი ფავორიტ თემა არა სამაგერტის თემა რომ აი მინერალური ფილტრები არიან ქიმიური ფილტრებისგან განსხვავებით უმეტესად ურჩევნიათ უმეტესად არა ნუ ეხა დღესდღეობით ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია საზოგადოებაში მასთან დაკავშირებით რომ არაჩვეულებრივი ქიმიური ფილტრები გვაქვს და ეგ დაყოფა აღარ არის მაგრამ ნუ მაინც ეხა რა თქმა უნდა შემოსჩენილია ჯერ კიდევ ბევრჯერა რომ ნუ მხოლოდ მინდა ზოგი სახში ამზადებს ეს განამზადებს არ ვიკვირს რა ეგეთ რაღაცების გსმენია მაგრამ პირველად გავიგე ხა რომ ვინმეს თქვათ ეთქვას რომ ესენი კანისთვის უსაფრთხო პირიქით მე რაც მომისმენია ძირითადად ეგორია კარგი და დანარჩენებია ცუდი ამიტომ მიკვირს ეხა ცოტა ეგ ამბავი არ გამიგი არ მომისმენია არასდროს თუთიასაც და ტიტანიუმსაც ხოთა შორის მხოლოდ არ მზისგან დამცავებში არამედ აი ბალზამებში ხშირად იყენებენ ხოლმე განსაკუთრებით თუთიას თუთიის სხვა ფორმები არსებობს მარილოვანი ფორმები არსებობს ზეთშიხსნადი ფორმები ანუ ყველა თუთია რასაც ხედავთ ხოლმე ინგრედიენტებში ზუსტად ერთი იგივე არ არის რა თქმა უნდა და ტიტანიუმს და რკინის ოქსიდთან ერთად ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე შეფერილ პროდუქტებში BBCC კრემებში და ტონალურებში ანუ რა ვიცი როგორც კოსმეტიკაში ანუ როგორც მაკიაჟში ისე სკინკეარ პროდუქტებში ძალიან ფართოდ გამოყენებადი უსაფრთხო ინგრედიენტი. გთხოვთ რეტინოლის C ვიტამინის მოხმარებაზე ვისაუბრეთ. თქვენ ალბათ ახალი ხართ ჩვენ სახლზე ია. ხო? ია. მგონი სწორად წავკითხე სახელი. არაერთი ვიდეო მაქვს ამ თემაზე. არაერთი.
ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მე მგონი მეტი არაფერზე ვისაუბრია. ამ გვერდზე იპოვით 2 პლეილისტს, ერთს ქვია რუტინა, მეორეს ქვია ინგრედიენტები და ორივე პლეილისტში იპოვით რუტინებს, სადაც ერთი და მეორე ინგრედიენტის შესახებ საუბრობ და მეორე პლეილისტში იპოვით ცალ-ცალკე ვიდეოებს, სადაც დეტალურად კიდე ცალ-ცალკე ორივე ინგრედიენტის შესახებ საუბრობ. რაც შეიძლება მათ გამოყენებას სწორი ფორმით ცხიმიან კანზე, ანუ გამოყენების ფორმა კანის ტიპის მიხედვით არ იცვლება. C ვიტამინი იდეალურია დილის რუტინაში, მშრალ კანზეც და ცხიმიან კანზეც, ანუ ირმანგის მიხედვით არ იცვლება. შეიძლება შეიცვალოს ფორმა, რაღაცა უფრო მსუბუქი, თხელი ტექსტურა იყოს ცხიმიანი კანისთვის, რაღაცა უფრო ზეთოვანი, ოდნავ სქელი, ბლანტი ტექსტურა იყოს მშრალი კანისთვის. ისევე როგორც ის რომ რეთინოლი რჩება ღამის რუტინაში, ეგეც ხა ყველა კანის ტიპისთვის ერთნაირად რჩება. უფრო ზეთოვანი რეთინოლი შეიძლება იყოს მშრალი კანისთვის, უფრო შრატის თხელი ტექსტურის რეთინოლები იყოს ცხიმიანი კანისთვის. რა მოხდება თუ ერთ დღეს დაგვავიწყება სახეზე მზისგან დამცავის გამოყენება? ანუ იმ წუთას ვერაფერს ვერ შეამჩნევთ ხა ამ წუთას. ანუ შეიძლება უფრო იოლად მარტივად გაგიწითლდეთ კანი, გააჩნია რა სიტუაციაში მოხვდებით მე იმ დღეს. დილით სახლიდან თუ გახვედით მანქანით, ოფისში შეხვედით და საღამოს 7 საათამდე ოფისში მაგიდასთან ზიხართ, სავარაუდოდ არც არაფერი არ მოხდება, მაგრამ ახლა მზისგან დამცავის წასმა თუ დაგავსდათ და სანაპიროზე წახვედით, სავარაუდოდ დღის ბოლოს ჩაცებული 1 კილო მაწონი დაგჭირდა. იმ წუთას ვერაფერს ვერ დაინახავთ. გააჩნია რამდენად მგრძნობიარე კანი გაქვთ. ამდენად შეიძლება დაგარტყათ რაღაცა უკვე სუბუქ ლაქაზე მზის სხივებმა, რომ რაღაც პერიოდის მერე ლაქები დაინახოთ განსაკუთრებით, აი უფრო ესეთ შემაღლებულ ადგილზე სახეზე, სადაც ჰაილაითერსთვის მოთხოვნა მაგალითად, სადაც მზის სხივი ყველაზე მეტად გვხვდება, ასეთი ადგილები ძალიან საშიშია ცხვირზე, შუბლზე, მოყების თავზე. მარტივად და სწრაფად ჩნდება და იწყება ხოლმე ლაქები. ანუ აი რა მოხდება დილით? თბილების გახეხვარო დაგავიწყდეთ. ხوار დაგავიწყდებათ. ზისგან დამცავი რატომ დაგავიწყდეთ? აკნისკენ მიდრეკილი კომბინებული კანისთვის რომელ დამცავს მირჩევთ? რაღაცას მსუბუქს, რაღაცას თხელს, რასაც მაგალითად აწერია ფლუიდი. მაგალითად ლაროშეს ფლუიდი. ჩვეულებრივი ფილტრებით, ლორიალის ექსკლუზიური ფილტრები ვახსენ. ეს იგივე ლაროშეს ექსკლუზიური ფილტრებია. ლოსიონი, რასაც აწერია. ლოსიონის ზისგან დამცავები არაჩვეულებრივია ასეთი კანისთვის. გელის ტექსტურით ზისგან დამცავები. ანუ რეალურად ფილტრების მხრივ არაფერი არ იცვლება. ტექსტურა როგორი აქვს, რამდენად სქელი, დამატენიანებელი როგორიც მოგეწონებოდათ, იმ სახელით შეარჩიეთ მზისგან დამცავებს. ანუ თუ ცხიმიანი აკნისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, თქვენ დამატენიანებელი ალბათ არის რაღაცა ლოსიონი, რაღაცა გელი, გელ კრემი, ფლუიდი, რაღაცა ესეთი მსუბუქი რაღაცა აწერია, ანუ ახლა ბალმი და ბალზამი და მალამო და ეგეთ რაღაცები დარწმუნებული ვარ არ აწერია თქვენს დამატენიანებელს, ხო? ზუსტად იგივე პრინციპით არჩევთ თქვენს მზისგან დამცავს. აი როგორი წარწერებითაც და როგორი ბაზისითაც დამატენიანებელი მოგეწონებოდათ, ისე არჩიეთ თქვენი მზისგან დამცავს. გამონაყარი მიჩნდება მზისგან დამცავების მოხმარებისას გამონაყარი მიჩნდება. შეიძლება ალერგიული რეაქცია იყოს. თუ მინერალურებს იყენებთ, ანუ თუ თუთით და ტიტანიუმით იყენებთ, შეცვალეთ და ქიმიური ფილტრებით ცადეთ. თუ ქიმიური ფილტრებით იყენებთ და მინერალური ფილტრებით ცადეთ. ვიცი არ იქნება მინერალური მზისგან დამცავის შოვნა იოლი, მაგრამ სცადეთ, ისეთი რომ თეთრი კვალი არ დატოვოს კანზე. ალერგიული რეაქცია შეიძლება გქონდეს ყველაფერს. ასევე მზისგან დამცავ ფილტრებზეც შეიძლება იყოს ალერგიული და ეს იწვევდეს აკნეს. საქართველოში თუ ხართ, საქართველოში თუ ყიდულობთ წესით ევროპულ მზისგან დამცავებს ყიდულობთ, ანუ ან კორეულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი თაობის ფილტრებია შიგნით. ახლა რომ მეფიქრა, ვიცი რომ ბევრს არ მოსწონს კანს, განსაკუთრებით თვალების გარშემო, ქიმიური ფილტრები, რომლებიც ძველი თაობის არიან, ანუ ამერიკაში, რითიც მზადდება მზისგან დამცავები, ბევრს აწვდის ჰომოსალეთი და ისინი ბევრს აწუხებს თვალების გარშემო და მე იქავებ და რაღაცა მე შეიძლება მაგალითად გაღიზიანება და აკნეს გამოიწვევს, ხო, ამიტომ ხა ვიფიქრებდი თუ გაქვთ ამერიკულ SPF-ებს თუ იყენებთ, მაგას მიგცეთ ყურადღება, შეიძლება ძველი თაობის ქიმიური ფილტრები იყოს დამნაშავე მაგ ამბავში, ან ეს შეცვალეთ მინერალურიდან ქიმიურზე გადმოვით, ან ქიმიურიდან მინერალურზე გადადით, რომ იქნებ ეგ იყოს მიზეზი, რომ რაღაცაზე გაქვთ ალერგიული რეაქცია. კიდე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, არის ის, რომ ზაფხულში რეთინოლის გამოყენება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ ერთხელ. რეთინოლის შესახებ კითხვები როცა გამომიგზავნეთ, თუ ახლახანს გქონდა ეგ ვიდეო სხვათა შორის, მე მაინც არ ვიცი რა, მოკლედ, კიდე არის ეგ თემა აქტუალური, მაინც აი შანსი არ არის ვიღაცამ არ მომწეროს და არ მითხოს, რომ აი ზაფხულში რეთინოლის იყენებ. როგორც ჩანს ახალი გამომწერები არიან, იმიტომ რომ აქ ვიცი 1-2 წელი მაინც ხართ იცით, რომ რა დროსაც არ უნდა ჩაწერო რუტინის ვიდეო. რეთინოლის სულ მაქვს 2016 წელს გამოვიყენე პირველად რეთინოლი. 19 წელიწადია რაც რეთინოლს ვიყენებ. არც ერთ ზაფხულს ბაუზა არ გამიკეთებია, არც ერთ ზაფხულს ბაუზა არ გამიკეთებია. არ ვირუჯები, სოლარიუმში არ დავდივარ, მზეს არ ვეფიცხები, ეს სპეციალურად იმისთვის, რომ კანის ფერი შემეცვალოს. ზისგან დამცავის გარეშე სახეზე, სხეულზე სახლიდან არ გავდივარ. შესაბამისად, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ჩემი რეთინოლისთვის დეკემბერია თუ აგვისტო. რეთინოლის გამოყენებას ავწყვეტ, ერთადერთხელ მომიწია პანდემიის დროს, ვერ ვიყიდე 2 თვის განმავლობაში რეთინოლი და ისეთ საშინელ დღეში მქონდა კანი. ისეთ საშინელ დღეში მქონდა. როგორ ახერხებთ, რომ 3-4 თვე რეთინოლს არ იყენებთ, მე თავიდან იწყებთ ამ ყველაფერს. ფორმაში როგორ მოყავთ ისევ კანიცი, ოქტომბერი იქნება, ნოემბერი იქნება, როგორ მოყავთ მე კანი ისევ მდგომარეობაში და როცა აი დაალაგდა კანი და მიეჩვია ისევ და
მოვიდა მარტის ბოლო თუ მაისის ბოლო როგორც არის და ისევ წვეთთ გამოყენებას როგორ აი მოკლედ მაგ საქმეში გადავწყვიტე იმიტომ რომ აღარ შემიძლია 5 წელი ერთად მე რაღაც შესაძლოა აღარ შემიძლია გუშინ ვინც დაიწყო ინფლუენსერობა ახლა იმანი ვილაპარაკოს ცოტა ხანი მაგას მე ჩემი წილი ვილაპარაკე გადავწყვიტე რომ დათა თუთაშხიას პოზიციაში ვარ მაგ საქმეში არავის საქმეში არ ვარ ზის განდამცავი და დ-ვიტამინი. ამაზეც ძალიან დეტალურად ვისაუბრე ვიდეოში, რომელსაც გაგყვირით რომ დაგილინკავთ ვიდეოს ბოლოს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მაინც გავიმეორებ, მოკლედ. მზისგან პირდაპირ დ-ვიტამინს ვერ ვიღებთ. ეს რასაც ჩვენ ასე ვთქვათ დ-ვიტამინს ვეძახით, რეალურად დ-ვიტამინი არ არის, რომლის პირდაპირ ეს ერთ-ერთში მიღება შეუძლია ჩვენს ორგანიზმს და იმ დ-ვიტამინის მარაგის შევსება, რაც ბუნებრივად გვაქვს ორგანიზმში. ან სინთეზის შედეგად, როცა UVB სხივები ხვდება კანზე, წარმოიქმნება პრე-ვიტამინი D. ანუ ეს ჯერ ვიტამინი D არ არის. კანში სინთეზის შედეგად, რომელიც ჩვენი კანის მეტაბოლიზმზე, რამდენად სწრაფი, რამდენად მოწესრიგებული, რამდენად სწორი და კარგი მეტაბოლიზმი გვაქვს, ამაზე ძალიან არის დამოკიდებული. ამ პრე-ვიტამინ D-სგან უნდა შექმნას ის ვიტამინი D, რასაც ჩვენი ორგანიზმი მიიღებს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. ეს ერთ-ერთში ესე არ ფუნქციონირებს და არ მიმდინარეობს. ამიტომ მზისგან დამცავს რომ თავი დავანებოთ, მაინდა-მაინც მხოლოდ მზის იმედად ნუ იქნებით, რომ საკმარის D-ვიტამინს მოგცემთ. ეგ სამწუხაროდ ეგრე არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, პრე-ვიტამინი D რო D-ვიტამინად გარდაიქმნეს კანში, კანზე სინთეზია საჭირო, ხო? ანუ კანი გვაქვს ფეხზეც, კლავზეც, ზურგზეც. არ არის აუცილებელი, ყველაზე სათუთი, ყველაზე მოსაფრთხილებელი სახის და დეკოლტის კანით მიეფიცხოთ მზეს D-ვიტამინის საწარმოებლად. ხვდებით რას ვამბობ, ანუ ყველგან სადაც კანი გვაქვს და მზის სხივი გვხვდება, არის შესაძლებლობა, რომ ეს სინთეზის პროცესი მოხდეს და D-ვიტამინი აწარმოოს ორგანიზმმა. ამიტომ სახის კანის და დეკოლტის დალაქავება იმ მიზეზით, რომ D-ვიტამინი მჭირდება, არაა საჭირო. თან საკმაოდ მარტივად შეიძლება, არ მგონია რომ ძვირი იყოს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, აქ არ არის. მე ხაც მაქვს D-ვიტამინი გახსნილი შემოდგომაზე და გაზაფხულზე წელიწადში 2 ჯერ აუცილებლად ვიტარებ კურსს. ზუსტად გრძნობ ჩემს ორგანიზმს, როცა ეგ ამბავი სჭირდება, იმიტომ რომ ენერგიის ნაკლებობა და დილით რო ვეღარ ვიღვიძებ უკვე უენერგიოთ რო ვარ, ესე იგი D-ვიტამინი მჭირდება. გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე წელიწადში 2 ჯერ ვიტარებ ხოლმე კურსს. ძალიან მარტივად შეიძლება დღეში ერთი ძალიან საყვარელი პატარა მოცუცქნული ტაბლეტით შეივსოთ D-ვიტამინის მარაგები ორგანიზმში. მაგის გამო კანს ნუ დაილაქავებს და კიბოს მელანომას რისკს ნუ შეიქმნით D-ვიტამინის გამო. აბსურდი გამოდის. თავი ხوار უნდა დაიავადო იმის გამო, რომ D-ვიტამინი არ მიმაკლდა ეს. ანუ ვიცი რომ აქტიურად მიმდინარეობს მაინც ამ თემაზე საუბარი. ყველაფრის ფასად, მაგრამ D-ვიტამინი. მოკეთ მაგის თქმა მინდოდა რომ ერთ-ერთში ესე D-ვიტამინს ვერ ვიღებთ. თქვენს მეტაბოლიზმს თქვენ კარგად იცნობთ, რამდენად კარგი მეტაბოლიზმი გაქვთ. შესაბამისად შანსებით შეგიძლიათ სავარაუდოდ კარგად შეაფასოთ მზეზე მიფიცხებით, რამდენად შეძლებთ D-ვიტამინის წარმოებას ორგანიზმში. იქნება და მაინც ჯობდეს რომ აპტიაქში შეიბინოთ 30 ტაბლეტი D-ვიტამინი იყიდოთ და ერთი კურსი ჩაიდაროთ და კარგით მეგობრებო, ეს იყო თქვენი კითხვები და მე რაც მინდოდა მეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით. თუ კიდე რამ დამატებითი კითხვები გექნებათ, სიამოვნებით შემეხმიანთ კომენტარებში. როგორც შეგვიძლია თუ მსგავსი თემები და მზისგან დამცავი და სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტები და რუტინები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთდროულად YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ თუ როგორ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეს კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.